მოგესალმებით, დღევანდელი ექიმის ქრონიკების სტუმარია ანა მაღრაძე, ექიმი პედიატრი. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა საზოგადოებაში, რომელიც აინტერესებს მშობლებს ბავშვებთან დაკავშირებით, არის ანემია, ანუ სისხლნაკლებობა. რა არის ზოგადად ანემიები და რომელია ისეთი ყველაზე ხშირი ანემიების ტიპები და რომელიც გვხვდება ბავშვებში? მოგესალმებით. ანემია, იგივე ახსენეთ, სისხლნაკლებობა, ეს გახლავთ სწორედ სისხლის წითელი უჯრედების, ანუ ერითროციტების და ან ჰემოგლობინის დეფიციტი, ანუ ნაკლებობა. მისი მიზეზები მრავალფეროვანია. პირველ რიგში ეს გახლავთ ორსულობის დროს, ანუ დედის ღრმა კინოდეფიციტური ანემია, შემდგომ უკვე არაბალანსირებული, არასჯანსაღი კვება, ან დამატებითი კვების გვიან დაწყება ბავშვებში, ერთფეროვანი კვება, რაც ასევე საკმაოდ ხშირია ბავშვებში, ძროხის ან თხის რძით ნაადრევად, ანუ კვებაში ჩართვა საკვებ რაციონში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სწორედ ბავშვთა ასაკში ანემიები. ყველაზე ხშირი სახეობა ანემიის, რაც ბავშვებში გვხვდება, ეს გახლავთ სწორედ კვებით, ანუ ალიმენტური ანემიები, რომელიც ძირითადად არის, რა თქმა უნდა, რკინადეფიციტური გენეზის, ანუ ბავშვებში ძირითადად ხვდებით უფრო მეტად ვიტამინ დეფიციტურ ანემიებს. თუმცა ვიცით, რომ არსებობს სხვა სახის ანემიებიც, ეს შეიძლება იყოს მწვავე სისხლძენით განპირობებული, ანუ პოსტჰემორაგიული, შეიძლება იყოს აპლაზიური და ასე შემდეგ, მაგრამ ბავშვებში კინოდეფიციტური, B12 დეფიციტური ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტით განპირობებული ანემიები გვხვდება უფრო ხშირად. ვინაიდან ახსენეთ ალიმენტარული, მაინც მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით არის, მოქმედებს თუ არა კვება ანემიის განვითარების ერთ-ერთი რისკი არის თუ არა კვებითი სტატუსი, ანუ რა კვებით არის ბავშვი დაუშვათ მთელი პერიოდი, იგივე თქვენ ახსენეთ, რომ მათყოფლის პერიოდში დედა, მერე ახალშობილთა პერიოდში, ანუ როგორ მოქმედებს კვება ანემიის განვითარებაზე? კვება ვიტამინ დეფიციტური ანემიების განვითარებაზე შემიძლია ვთქვა, რომ პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს, ვინაიდან ბავშვის ორგანიზმში რკინის მარაგის შექმნა სწორედ ორსულობის პერიოდიდან იწყება, შესაბამისად შემდგომში უკვე ბავშვებში, როგორც ვიცით, ბუნებრივი კვება ეს არის უნიკალური კვება, თუმცა 6 თვიდან ბავშვისთვის უკვე საჭიროა საკვები ნივთიერებების მიწოდება, ანუ ჩვენ უნდა მასთან დროულად და სწორად დავიწყოთ, ანუ სწორად უნდა ჩაირთოს ბავშვებში დამატებითი კვება. შემდგომ ასაკში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით, მდიდარი ჯანსაღი პროდუქტების მიწოდებას ბავშვებისთვის, რაც ვიცით, რომ ცოტა რთულია, ბავშვები არ ღებულობენ თქვათ კონკრეტულ საკვებს, ძირითადად იკვებებიან ერთფეროვანი საკვებით, რაც ქმნის ხოლმე სწორედ შემდგომში ანემიის განვითარების რისკს. რას უნდა მიაქციოს, რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება იმისთვის, რომ ვიფიქროთ, ხომ არა გვაქვს სისხლნაკლებობა? რაც შეეხება სიმპტომებს, ძირითადად ბავშვთა ასაკში ვლინდება სიფერმკრთალე, ანუ კანის ფერის ცვლილება, ლორწოვანი სიფერმკრთალე, ეს გახლავთ აჩქარებული გულისცემა, ტაქიკარდია, საერთო სისუსტე, ადინამია, უკვე სკოლამდელი ასაკის ბავშვებში და სასკოლო ასაკის ბავშვებში ვითარდება მეხსიერების, კონცენტრაციის უნარის პრობლემები, ასეთი ბავშვები უფრო ჩამორჩებიან, ვთქვათ, კოგნიტურ უნარებში და განვითარებაში, ეს უკვე შორს წასულ შემთხვევებს ეხება. ასევე ვლინდება ფიზიკურ განვითარების შეფერხებაც, წონის დეფიციტი, ბავშვები არიან ესეთი ადინამიურები, შეიძლება გამოვლინდეს ტუჩების სიმშრალე, ენის წვა, ასევე დაბუჟებას უჩივიან ხოლმე ცოტა მოზრდილი ბავშვები კიდურებში, ეგრეთ წოდებულ პარესთეზიებს, რაც ვიტამინ დეფიციტური ანემიებისთვის დამახასიათებელია. ეს შევისაუბრეთ ახლა მწვავე ანემიებზე, რომელიც შეიძლება ბევრი მიზეზებიდან გამომდინარე იყოს. შესაძლებელია თუ არა ქრონიკული დაავადებების დროს ან ინტოქსიკაციების დროს განვითარდეს ანემია, როგორც მეორადი ან როგორც სიმპტომი. ქრონიკული დაავადებების თანმხლებ ერთ-ერთ სიმპტომს სწორედ წარმოადგენს ანემია. ეს ეხება ძირითადად ღვიძლის, თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში განვითარებულ ანემიებს, ასევე ანემია შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მძიმე მეტალებით, მათ შორის მტყვით ინტოქსიკაციის დროს, რაც ერთ-ერთ
ესე ვთქვათ, მიმანიშნებელ სიმპტომს წარმოადგენს ხოლმე სხვა სიმპტომებთან ერთად და ამ დროს აუცილებლად ვაკეთებთ ხოლმე სწორედ აი ამ მძიმე მეტალების განსაზღვრასაც თუ საცხოვრებელი გარემო პირობებიც შესაბამისად გვაძლევს ამის ეჭვის მიტანის საშუალებას. რომელი ლაბორატორიული კვლევებით შეგვიძლია დავსვათ ანემია? რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევებს, კაცმშობლებთან გვაქვს ხოლმე ესეთი დილემა, იმიტომ რომ ხშირად თვითონ გადაწყვეტენ ხოლმე, რომ აი, ვიცით რა, სისხლის საერთო ანალიზი გაკეთებული მაქვს და ჰემოგლობინი ნორმაშია. თუმცა ხშირად არის ესეთი შემთხვევები, როდესაც შეიძლება პერიფერიულ სისხლში იყოს გარკვეული მაჩვენებლები ნორმაში, თუმცა ეს იყოს კონკრეტული მარაგის ხარჯზე, რომელიც ორგანიზმს გააჩნია და სწორედ აი ეს მარაგი, ანუ დეპო იყოს უკვე დეფიციტში, ანუ ეს ეხება რკინის დეფიციტს, ეს ეხება B12 ვიტამინის დეფიციტს, თუ ფოლიუმის დეფიციტს, შესაბამისად, როდესაც პაციენტთან გვაქვს სისხლის საერთო ანალიზში გარდა ჰემოგლობინისა იქ სხვა მაჩვენებლებს, რა თქმა უნდა, ექცევა ძალიან დიდი მნიშვნელობა და თუ რომელიმე პარამეტრი არის საეჭვო პარამეტრით არის საეჭვო, რომ აქ შეიძლება იყოს რომელიმე ვიტამინით განპირობებული დეფიციტით განპირობებული ანემია, რა თქმა უნდა, ეს ეჭვი დგება ანამნეზის შეკრების შემდეგ, რა თქმა უნდა, არის კვლევები, რომელიც უნდა გავაღრმაოთ და უფრო ჩავყვეთ, ესე ვთქვათ, ამ საკითხს და ეს კვლევები გახლავთ B12 ვიტამინის კვლევა, ფოლიუმის კვლევა, შრატის რკინის კვლევა, ფერიტინის კვლევა და სხვა საეჭვო თანხლები პათოლოგიების დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა დამატებითი კვლევების ჩატარება და ეს აუცილებლად, რა თქმა უნდა, ექიმის გადაწყვეტილებით. რა რეკომენდაციას მისცემდით მშობლებს იმისთვის, რომ პრევენციულად ჩაეტარონ ღონისძიებები, რომ არ განვითარდეს ანემია? რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ეს იწყება ურსულობის პერიოდიდან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღ ბალანსირებულ კვებას ბავშვებში, ასევე მნიშვნელოვანია სწორი ფიზიკური დატვირთვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ინფექციური დაავადებების პრევენცია და სხვა. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, დღევანდელი სტუმარი იყო ანა მაღრაძე, ექიმი, პედიატრი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგწერეთ კომენტარებში.